ყველაზე მაგარი ქრისტიანი ვინ არის, ვისაც იცნობ? ესეთი არის დედაჩემი, რომელიც არის ათეისტი. აგრესიის გარდა კიდე რა შეიძლება ამან რომ გამოიწვიოს, როცა ადამიანს უხშობ ემოციების გამოსასვლელს? ხო, ეს იწვევს აგრესიას და იწვევს კიდევ მახინჯ რაღაცებს წარმოშობს, რომლებიც ესე მკვიდრდებიან როგორც მოცემულობები მერე დროთა განმავლობაში, რაღაც ეს მუდმივი მითოლოგიზაციის პროცესი აქედან მომდინარეობს ძირითადად. საერთოდ ესეა წერა, ამიტომ მიყვარს ზუსტად რომ ეს გამოშვების საშუალება და როდესაც გროვდება რაღაც, რომელიც არ გამოიხატება იმ ფორმით, რომელიც როგორითაც უნდა გამოიხატებოდეს, ეს გავს იმას, რომ აცივარში დიდი ხნის განმავლობაში დაგრჩეს ესე რაღაც ბევრი საჭმელები, რომლებიც ფუჭდებიან და არალაგებ და ასე შემდეგ. პებიან ხო ბოლოს. რომელი ორი პოეტის საუბარს მოისმენდი და რა თემაზე? მოვისმენდი როგორ ლაპარაკობენ ვაჟა ფშაველა და ბესიკ ხარანაული ქალებზე.